მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი თემა, რატომ არის სწორედ ეს მამაკაცი ახლა ჩემს ცხოვრებაში და როგორი მამაკაცი მეკუთვნის სინამდვილეში. აი ესეთი გაშლა მოვამზადე, იმიტომ რომ ხშირი ეს კითხვები ვიცი და აინტერესებთ ეს თემა. ამიტომ კითხვები როგორც ყოველთვის მაქვს მომზადებული, დღეს ვიმუშავებ საერთოდ ჩემ საყვარელ დასტაზე, Rider Waite და ეს არის ჩემი პირველი დასტა. და ვნახოთ რას მოგვიყვება. და იფიქრეთ ახლა თქვენ იმ მამაკაცზე, ვისაც გაინტერესებთ და ჩვენ ახლა დავიწყოთ კითხვებს დავსვა. ანუ პირველი კითხვა ჩვენ გვექნება, ვნახოთ ეხლა რა როლს თამაშობს ეს მამაკაცი ამჟამად თქვენს ცხოვრებაში. ყველა კარტს გაჩვენებთ, ესეთ ფორმატში როცა ვმუშაობთ, მე გაჩვენებთ არკანებს. რატო მოვიდა ის ახლა თქვენს ცხოვრებაში? ანუ ეხლა, იმიტომ რომ რა არის, იცით, ჩვენ რო ვიძახეთ ხოლმე მე მინდა ჩემთვის აი ჩემი სათანადო მამაკაცი, აი ზუსტად ეს არის ეხლა ამ წუთში თქვენი სათანადო. ამიტომ ვკითხოთ, რატომ მაინც და მაინც აი ესეთი ადამიანი არის ეხლა თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ ახლა რა გაკვეთილი, ნუ ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით უკვე ან გამოცდილება მოაქვს მას თქვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცით, ხო, რომ პარტნიორი არ შემოდის ტყილა უბრალოდ, პარტნიორი შემოდის რაღაცისთვის და უკვე ჩვენ ეგ კარგად მე მგონი ვისწავლეთ, ხო? დავარი ახლა გავიგოთ რატო და რისთვის. შემდეგი ვნახოთ ახლა კითხვა ისეთი, რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ სინამდვილეში? არა, იცი რა არის, ჯერ ვკითხოთ თქვენ რა გრძნობა გაქვს სინამდვილეში, იმიტომ რომ როგორ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ უკვე იცით რომ ეს სულ მაგას ვაწვევი ხოლმე, რომ მთავარი არის რომ თქვენ გაიგოთ თქვენ თვითონ თქვენს თავზე, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეგაც უკვე ჩვენ ახლა ნუ ვინც უკვე ჩემთან დიდი ხანია, იცით თქვენ უკვე ეს აქსიომასავით, რომ პარტნიორი შემოდის ჩვენთან ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს, ხო? რაც არ უნდა იყოს ეს რთული გაკვეთილები, რაღაცა, ნუ რა თქმა უნდა, ახლა მტკივნეულად გავდივარ ჩვენ ყოველთვის, მაგრამ ნუ ეს ასე არის ახლა, ნუ წესი ასეთი. ხო, მაგრამ აი თქვენ რას გრძნობთ, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება შენ ვფიქრობ, რომ მიყვარს და სინამდვილეში просто გეცოდება, ნუ რაღაცნაირად აი მიეჯაჭვი, აი ან ეს რაღაცა დედობრივი რაღაც გრძნობები გემატება. ნუ ჩვენ ვნახოთ აი თქვენი რა გრძნობა გაქვთ თქვენ სინამდვილეში მის მიმართ. ვნახოთ ახლა როგორი მამაკაცი შეისაბამისება თქვენს ენერგეტიკულად და თქვენი ბედის წერით. აი ესეც ვკითხოთ. აი ხო არსებობს? შეიძლება ესეც არის. ხო არ ვიცით ჩვენ? ვკითხოთ ახლა. так, შემდეგი კითხვა არის ახლა, რა გიშლით თქვენ ხელს დაუშვათ თუ აქ ვერ იცნობთ, დაუშვათ მაგ ადამიანს, ანუ რა გიშლით ხელს თქვენ, რომ თქვენ შეხვდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც აი მართლა თქვენ ვისაც ქნებით ბედნიერი. კიდე, ანუ როგორ უნდა მივუახლოვდე მე ამ ურთიერთობას, რომელიც თქვენ გეკუთვნით. არ ვიცი, დღეს საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმპერატრიცაზე. იმპერატრიცა ჩვენ ვიცით, ეს არის ქალი. განახლებთ როგორ არის, ნახეთ, განახლებული, თავისუფალი, აიმე, რომელიც ფიქრობს თავის მამაკაცზე, რომელიც აიმე, აქ შეიძლება და აი ნახეთ თქვენ, აი ზუსტად ნახეთ, ახლა გეტყვით დასტა როგორ მელაპარაკება. ანუ ესე იგი, აქ არის ქალი, ახლა მე აქ გადავალ კითხვებზე, მაგრამ უკვე რას მეუბნება, რომ შეიძლება ეს სიგნიფიკაციასავით გექნება თქვენთვის. ანუ
რას ნიშნავს იმპერატრიცა? იმპერატრიცა ეს არ არის უბრალოდ რომ აი სულ ძალიან ბანალურად რომ გითხრათ, ეს არის აი ქალი, რომელსაც აქვს რაღაცა ცხოვრებაში გამოცდილება, შეიძლება გათხოვილიც იყოს, შეიძლება არის კიდევაც. დედა, ბებო, შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხოთ ეს. ეს ძალიან ასეთი დაბალი ვიბრაციების ენერგიებს გეუბნებით ახლა. ეს არის შეიძლება ბიზნესვუმენი და ასე შემდეგ თქვა, ну, აი ესეთი წარმატებული ქალი, რომელსაც ახლა ბევრი გამოცდილება აქვს ცხოვრებაში, მაგრამ რას ქვია, რას ნიშნავს საერთოდ, აი უფრო ასე რომ ვთქვათ, მაღალ დონეზე რომ ავიღოთ ჩვენ აი ეს ფიქრობ საერთოდ. მაგრამ ნახეთ, საერთოდ ამ წუთში მაჩვენებენ თავისუფალი შეიძლება იყოს თავისუფლება, ნახეთ, ან მიისწრაფებით თქვენ თავისუფლებისკენ. ეხლავე აგიხსნით. იმპერატრიცა, ანუ რას გულისხმობს ეს არკანი საერთოდ? ეს არის ადამიანი, რომელიც არის ეს ენერგია მიმღები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე თუ ავიღოთ ჩვენ ის მომენტი, რომ იმპერატრიცაში შედის 4-ვე დედოფალი, 4-ვე დედოფალი, ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენ სულ ყოველთვის ვართ აი იმ დედოფლების თვისებებში, ანუ როცა რაღაცა გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როცა რაღაცას ქმედებას ვაკეთებთ, როცა რაღაცას ანუ ვქმნით სივრცეს, ვთქვათ, ნუ მატერიალურ ცხოვრებაში, ხო, როცა ემოციებს გამოვხატავთ, ეს არის 4-ვე ჩვენი სფერო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და იმპერატრიცა არის ის ადამიანი, უკვე აი ზე ქალი, ასე რომ ვთქვათ, ხო, რომელმაც იცის მართვა ამ 4-ვე სტიქიის, რა, ასე რომ ვთქვათ, ეს უკვე მაღალი დონის, ანუ ისეთი ქალი, რომელიც არც ისტერიკებს და მართავს და არც იცის, რომ რა დროს უნდა გაბრაზდეს და რა დროს არა და თუ გაბრაზდება, როგორ უნდა გამოხატოს ეს თავისი გაბრაზება და თუ რამეს აკეთებს, ჯერ დაფიქრდება და მერე მოქმედებს, რა. და არის, ну, აი საერთოდ ისეთი ადამიანი, რომელიც აი ну, გაიხსენეთ აი შემოსავლებს ეუბნები ხოლმე, აი როგორც არის მაგალითად აი ინგლისის დედოფლები, ხო, ხვდებით? აი ესეთი ეგენი მართავენ ყველა სტიქიას, ხო? ეხლა აქ ვაჩვენებენ ჩვენ, რომ თქვენ ეხლა ხართ ისეთ ენერგიაში, რაღაცა ტრანსფორმაციას განიცდით ამ წუთში და ამ ტრანსფორმაციაში რა ხდება, აი თავისუფლდებით თქვენ რაღაცა ისეთ ენერგიებიდან, რომელიც თქვენ არ გაძლებდნენ საშუალებას, რომ თქვენ გეცხოვროთ ისე, როგორც თქვენ დაუშვათ გინდოდათ. ანუ ეს არის შეიძლება შინაგანი მომენტი ისეთი, როცა მე აი ან კიდე ნახეთ აქ როგორი მომენტი არის. თქვენ შეიძლება რამე პროცედურებს ატარებთ ისეც, რომ თქვენ ახალგაზრდავდებით, აი კარგად გამოიყურებით. გაიგეთ, აი რაღაცა даже შეიძლება იმაზე უფრო ახალგაზრდულად ვიდრე თქვათ, ну, წლოვანებასთან შედარებით, ხო? პლუს კიდე აქ რა შეიძლება იყოს ისეთი, რომ ანუ რაღაც მომენტები იცვლება თქვენში, რაც ეხება მამაკაცებს. ნახეთ, მე არ მაპატიეთ, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ არის როგორი მომენტი. შეიძლება თქვენ აქ ნახეთ, ახლა რამდენიმე ისტორია იქნება. თქვენ ყავთ ადამიანი, რომელიც თქვენ გიყვართ, მაგრამ ანუ არის ძვირფასი თქვენთვის, მაგრამ თქვენ მისგან ვერ იღებთ იმ ენერგიას, ანუ იმ ყურადღებას, იმ ჩადებას, თუ სწორედ ვამბობ ახლა მე ქართულად, ხო? რაც თქვენ აი დისკომფორტს შეიძლება даже ვეთქო, რომ გრძნობთ, იცით როგორ, აი ეს როგორი თემა, როცა გიყვარს ადამიანი, ხო? ანუ გიყვარს ახლა არ ვეთქო, რომ მეჯავრება, ხო? მაგრამ აი უფრო მეტი მინდა რომ მივიღო, ვიდრე ეს ადამიანი დებს ჩვენს ურთიერთობაში, რომ იმპერატრიცა მიმღებია ახლა, ხო? ანუ მამაკაცი ახლა ქმედება, რა თქმა უნდა, ქალი არის მიღება. რასაც მიიღებს, იმას გასცემს. იმიტომ ეძახიან ყველა წარმატებული კაცი, რომ თუ გაქვს ბოლო კაპიკები, თეთრები თუ ევროები თუ რაღაცა, ყოველს თავისი ვალუტა ჩადის შენს ქალში. თუ გინდა რომ უფრო მეტი წარმატება გქონდეს, იმიტომ რომ რასაც ჩადებ, იმას ამოიღებ და უფრო მეტსაც კიდე. ხო, ხვდებით რა. ამიტომ არის აი აქ ეგეთი მომენტი და ამიტომ
შეიძლება თქვენ აქ, იმიტომაც ახლა ვინც ხართ ამ გაშლაზე შემოსული, ფიქრობთ იმაზე, რომ მე მინდა რომ ეს სიტუაცია, რომელიც ახლა არის, შეიცვალოს. მინდა გამთავისუფლდე და მე არ გამოვრიცხავ, კი ბატონო, ზოგი შეიძლება საჯარო გაშლა ფიქრობს იმაზე, რომ ისევ ჩემი პარტნიორი შეიცვალოს, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. კი, ადამიანს აქვს ეს თვისება, რომ შეიძლება შეიცვალოს და სხვანაირი გახდეს, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათად, თუ ადამიანი ძუნწი, ეს უკვე დიაგნოზი, თუ ადამიანი არ არის გამცემი დიაგნოზი, პლუს კიდე არის კი შეიძლება ყველაფერი ისწავლოს, მაგრამ ამას უნდა სწავლა, მაგრამ ახლა სწავლა ეზარებათ, ხშირ შემთხვევაში რა ვქნა მიმიღე მე ისეც, როგორიც მე ვარ. და რა თქმა უნდა, ახლა რა არის, აქ даже რა შემიძლია გითხრათ, იცით? საერთოდ უმრავლესობა ქალების, ხო, უმრავლესობა ქალების არის როგორი ტიპის, რომ ანუ მე ხო არ ვითხოვ არაფერს, მარტო ყურადღება, მომიკითხოს, მე ახლა აი ფულს არ ვითხოვ, საჩუქრებს არ ვითხოვ, იმას არ ვითხოვ და ამიტომ არის რომ ეს წარმატებული კაცებიც არიან ძალიან, ცოტა და იმათ ყავთ ისეთი ქალები გვერდით, რომელმაც იციან როგორ უნდა სთხოვონ ის, რაც მათ უნდათ, იმიტომ რომ ყველაზე აი даже ხუმრობენ ზოგჯერ ახლა ბიჭები წარმატებულები, რომ აი ესეთი ქალი უნდა ყავდეს, რომელიც აი გაუმაძღარი სულ რაღაცა უნდა. მიხვდით? იმიტომ რომ როცა ადამიანი შეყვარებულია და ხედავს რომ იმას და ნამდვილად უყვარს თავისი ქალი, ნამდვილად უყვარს, იმას უნდა ყველაფერი კარგი გქონდეს მის ქალს. და თუ მაგას არ აქვს, ეს კარგი ის ცდილობს. ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება? იზრდება ეს ადამიანი, იცვლება ეს ადამიანი. თუ ხდება ისეთი ქალის ხელში, სადაც ახლა არაფერს არ ვითხოვ, მე არ ვიძახი იმას, ეს მომიტანე, ვალდებული ხარ, ეს არა. აი, ამასაც უნდა სწავლა, ასე რომ ვთქვათ, როგორ ზოგს აქვს ეს თანდაყოლილი რომ დაიბადა, ზოგმა უნდა ისწავლოს, მაგრამ აი, აქ არის რაღაცა მომენტი, იმიტომ გითხრა ტრანსფორმაცია მიდის თქვენში რაღაც ახლა და ანუ თქვენ პრინციპში რაღაც აი ეს ახალი გინდათ. აქ ზოგს უნდა ახალი პარტნიორი რომ შემოვიდეს. ან უნდა რომ ეს ადამიანი რომელიც ყავს, ვთქვათ, როგორც გითხარით, სხვანაირად დაიწყოს, ვთქვათ, აი განახლებული ფიქრობს, აი რა შეიძლება გავაკეთო, აი ან მინდა რომ დაუშვათ, ოცნებობს თუნდაც იმაზე, რომ აი ეს ჩემი რა შეიცვალოს რაღაც მიდგომა. ანუ აი ასეთი გვითხრეს, მაგრამ ამავე დროს მერყეობთ თქვენ. კარგით, ეს იყო როგორც სიგნიფიკაცია. იდოს ახლა აქ თუ იცანით თქვენი თავი, უიჭველი იქნება ახლა ეს თქვენი გაშლა. იმიტომ რომ ეგრევე მითხრა დასთან, რაც სათქმელი ქონდა. მე კიდე არ გამოვრიცხავ, მოდეთ ერთ რამეს, რომ აქ შეიძლება ზოგს უკვე ყავს ორი ადამიანი, ორი მამაკაცი ყავს დაუშვათ და როგორ არის, იცით, პრინციპში კომფორტულად, კარგად გრძნობთ თავს, მაგრამ აქაც ვერ გადაგიწყვეტეთ. ანუ როგორ არის, იცით, ყავთ ქმარი დაუშვათ, ხო, რომელიც ახლა სტაბილურად არის. და ეს ადამიანი, რომელიც კიდე მეორე ყავთ, იმასთან კარგად, კომფორტულად გრძნობთ თქვენ თავს სიყვარულის თემაში, იმიტომ რომ სამკუთხედი რატო ხდება, ხო? იმიტომ რომ ადამიანის სიტყვაზე რაღაცა სიტუაციები ურთიერთობაში მიცაღებია მაგისტრის, მაგრამ არის რაღაც, რასაც არ ყოფნის. თქვათ, შეიძლება სითბო, შეიძლება მოფერება, შეიძლება საერთოდ კაცები უფრო მეტად ღალატობენ, იმიტომ რომ თქვათ, სექსის თემა არის და მზრუნველობა აკლია, უბრალოდ აი სულიერი, რომ თქვათ, აი ჩემო კარგო, ჩემო გმირო, და სულ მარტო ჩხუბობენ და სულ რაღაცა სითხოვენ და უნდა დასვენება და ამიტომ თუ ეგეთ ალერსიან ქალს ნახავენ და პლუს თუ კაი სექსიც თუ ექნება, რა თქმა უნდა, მე აი იქ მიდიან, აქედან არ მიდიან, იმიტომ რომ აქ ცოლი თქვა, ხა კარგად უვლის შვილებს, ახლა ცოლ შვილი. всё. აი ამით არის ყველაფერი ნათქვამი. და დანარჩენს იღებს იმ საყვარელიდან, მოდეთ ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ის აძლევს თუ სხვა რამეს.
სხვა ემოციას და გოგოები უფრო თუ შედიან სამკუთხედში, ძალიან პატარა პროცენტი რო გითხრათ რომ ახლა არის და სექსის გულისთვის, არა. აი ეს მზრუნველობა, ეს თბილი სიტყვა, ეს მიდგომა, აი რაღაც თქვა შეიძლება რაღაც, იმიტომ რომ აქ ახლა რო გითხრათ რომ ბევრ საჩუქრებს გჩუქნის ეს არა. აქ უბრალოდ პირიქით даже არ ყოფნა აი მატერიალურად საერთოდ აქ არაფერია. მაგრამ აი არის ადამიანი როგორი, იცით რომ აი ვფიქრობ რომ რაღაცა მინდა რომ ისეთი იყოს, რომ აი ახალი რაღაცა შემოვიდეს აქ даже როგორ არის ემოცია კი, ემოცია არის აქ, კარგი ემოცია. აქ პენტაკლები ეს არის უკვე მიწიერ-დონე, ანუ მატერიალური რაღაცა. მიხვდით, აი თქვა დაუშვათ, ну აი საჩუქა არის თქვა რა. ან სადმე დამპატიჟოს, ან რაღაცა თქვა ერთად წავიდეთ, სადმე ვიმოგზაუროთ, სადმე ну რაღაცა ეგეთები რა. Так, всё, აქ ახლა ძალიან დიდი ხანი ჩვენ ვისაუბრეთ ხო აქ. კარგით. ნახოთ ახლა. აი ეხლა ის ადამიანი, ვისაც თქვენ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს ამჟამად თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ. რა როლს ასრულებს? გაბუტული ბავშვის როლს. რა როლს ასრულებს ეს ადამიანი? იცით როგორ არის? რა როლს ასრულებს თქვენ ცხოვრებაში ეს ადამიანი? რა როლს? გაბუტული ბიჭის როლს ასრულებს. იცით როგორი როლი აქვს ამას? ჯერ გაკვეთილზე არ გადავალმე ახლა ღრმად, აი უშუალოდ ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ ჩვენ. აი თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? აი ამ ეს ადამიანი იქნება ცოტა ნახეთ როგორი, აი დაუშვათ თქვენ ხართ პოზიტიური, ხო? აი თქვენ ხართ უფრო მსუბუქი, უფრო ისეთი თქვათ, აი უფრო პოზიტივი, ბავშვური რაღაც, აი თქვათ გჯერათ იმისი რომ ყველაფერი ასე ჩავიფიქრებ, ამის სრულდება, ну რაღაც ეგეთი ტიპი ხართ რა. მაგრამ აი ეს ადამიანი არის აი ძალიან ნეგატივი რა, შემიძლია გითხრათ რატომ? აი ნახეთ, ზუსტად აი აქ არის კიდე რა შემიძლია გითხრათ? არ ყოფნით თქვენ, აი თქვენ დაუშვათ სულიერად ვითარდებით, ხო? და აი ამასთან აქ ეს ადამიანი ვერ ქაჩავს. აი იმ დონეზე ვერ არის, რა დონეზეც ხართ თქვენ სულიერად. ნახეთ? იმიტომ რომ და ეს აი თქვათ, აი რაზე ვილაპარაკო, სადმე აი შეიძლება არც გსად ერთად ვერსად ვერ გადიხართ. რაღაცა ნუ ესეთი თემა არის რა. იმიტომ რომ მაგას თქვენ რაც აი რო უთხრათ რომ აი ყველაფერი კარგად იქნება. სიტყვაზე კარგად კი არა და მოიცადე. ან და მოდი იცი რა არის, აი მე მჯერა რომ შენ ახლა მაგარი სამსახურს ნახე, უბრალოდ იფიქრე პოზიტიურად. მოიცა რა უნდა ვიფიქრო, მიხვდით? ანუ ყველაფერი რასაც მაგას შეიძლება სთავაზობს კიდევაც სამყარო, ხო? ანუ ან გინდათ თქვენი მეშვეობით, ეს იღებს უარყოფითად ამას რა. ანუ არის ეს მომენტი, რომ იმიტომ ხარ თქვენ აქ იმპერატრიცა, გაიგეთ, რომ თქვენს თავზე უფრო მუშაობთ, უფრო იცით რა, უფრო მსუბუქად იღებთ ყველაფერს რა, ანუ გამოცდილებას რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს რა როლს თამაშობს? აი ესეთი ადამიანის, რომელიც ყოველთვის რაღაცა აი ეწინააღმდეგება თუნდაც იმას, რასაც მაგას სთავაზობს სამყაროში. მიხვდეთ? აი ну იმედი მაქვს, რომ მე თქვენ ეს აგიხსენეთ, როგორც მინდოდა რომ ამეხსნა რა. Так, ნახოთ, რატომ მაინც ეს ადამიანი შემოვიდა ხა თქვენ ცხოვრებაში. ну, იმიტომ რომ უნდა შემოსულიყო, ნომერ 20 არკანი, რაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ უნდა შემოსულიყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის თქვენი წინა ცხოვრებიდან, ეს ადამიანი მოვიდა აქ იმისთვის, რომ თქვენი გაღვიძებისთვის. ნახეთ, მე-20 არკანი ძალიან ხშირად აჩვენებს იმას, რომ აი ვიღვიძებ, უნდა გავაღვიძო ჩემი ნიჭი, ხო? ანუ გავაღვიძო თქვა თან კარმული პარტნიორია, რა თქმა უნდა, რომ კარმასაც ახლა ნუ უნდა მოსულიყო აუცილებლად თქვენ ცხოვრებაში იმისათვის, რომ თქვენი აი თუნდაც ნახეთ ახლა თუ დაუშვოთ
თქვენ ახლა განახლებული ხართ, იმიტომ რომ შეიძლება სიტყვაზე თუ გინდათ სხვაობა სახში იყოს, გინდათ არ იყოს, აქ უბრალოდ ეგეთი პიროვნება, რომელიც თქვენში რთავს რაღაც ისეთ ენერგიებს, აი მე მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე, მე მინდა რომ კარგად თქვათ ახლა ანუ რაღაცა ახალი მაინდ პოზიტივა, აი თქვენთვის ეს არის გაღვიძება, თან ახლა ეს უნდა შემოსულიყო ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ეს არის გამოგზავნილი მაღალი ძალების, ეს არის მონათესავი სული, აუცილებლად არის მონათესავი სული. შეიძლება კარმულიც, ეხლა ნახეთ, ახლა მე არ დავიწყოთ რომ შორს წავალთ, ახლა ახსნათ რა არის მონათესავი სული, რა არის ეს რა ქვია ამას მე ჩემს აქაც მაქვს რაღაცა ვიდეო, მაგრამ უკვე ჩემს კურსებზე რა თქმა უნდა ყოველს ვასწავლებ ჩემ მოსწავლეებს რომ როგორ უნდა გაარჩიონ რა. ეხლა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ ეხლა დაჯერდეთ იმით, რომ საჯარო გაშლა არის, რომ ეს ადამიანი მნიშვნელოვანია და უნდა შემოსულიყო ყველა ვარიანტში თქვენ ცხოვრებაში. აი აქ ეს არის კონტრაქტის სულების, ეს არის უკვე მოლაპარაკება, ეს არის ის მომენტი, როცა მოვიდა იმისთვის, რომ რაღაცა უნდა გესწავლათ ყველა ვარიანტში და უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი აქ თქვენ ცხოვრებაში. ეს რა გაკვეთილის ან გამოცდილებას მოაქვს ამ ადამიანს, რა გამოცდილებას, რა საინტერესო. რა გამოცდილებას. ნახეთ, ახლა რა არის, გეტყვით. იცით როგორი სწორი არჩევანის გაკეთების გამოცდილებას, აი ასე ვეტყოდი მე. პლუს კიდე, მე ასე ვეტყვი გამოცდილებას. იცით რა მომდის ახლა აქ? აი აქ ხო ვთქვით, რომ თქვენი ნიჭი უნდა გახსნას, ხო? აი აქ მე ვეტყოდი, რომ აქ ადამიანს რა გამოცდილება. აი შეიძლება ნახეთ ვინმესთვის ეს გაიხსნება როგორ იცით? როგორც გითხარით. ანუ ზოგისთვის იქნება იმისთვის ეს ადამიანი, რომ გასწავლოს ოცნება. როგორ უნდა ვიოცნებო? იმიტომ რომ ნახეთ, ზოგი ხო იძახეს, რომ აი ეს თქვათ, რომ ძალიან მიკვირს, მაგრამ ბევრი ადამიანი არის, რომ მე არ ვიცი რას ნიშნავს ოცნება, ხო? აი მე ახლა ერთ-ერთი მაგ ტრენინგი ჩვენ ვსწავლობთ იმას, რა ქვია, სურვილის ჩაფიქრება და რაღაც. და ბევრს უთქვი, რომ არასოდეს არ ჩამიფიქრე, არ ვიცი რაგანაირად უნდა ჩავიფიქრო და არ ვიცი როგორ უნდა რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი სურვილი ასრულდეს. მაგასაც მე გავაკეთებ ჩვენ ერთად, ხო? მაგრამ აი აქ ახლა თქვენ და ნახეთ ახლა ეს რას ნიშნავს სიტყვაზე. ადამიანი, თქვათ, მოდის და გეუბნება, რომ თქვათ, ახლა წავედით ზღვაზე, თქვათ, ბანალური. ეხლა რა ვქნა, მე ფული არ ამაქვს და მე ვერ წაგიყვან. აი, ანუ კიდე დაუშვათ რაღაცა თქვენ, მოდი თქვათ, ახალი მანქანა, არა მაქვს ფული. მოდი ის არა მაქვს და თქვენ ნახეთ, ამით თქვენ სწავლობთ და ფიქრობთ უკვე, კი, მიყვარს ეს ადამიანი, მაგრამ ხო შეიძლება რომ ჩემს ცხოვრებაშიც იყოს დაუშვათ აი ისეთი საშუალება რომ ერთად წავედეთ ზღვაზე, ერთად დავისვენოთ, უკვე ოცნება წავიდა, ხო, რაღაცა ოცნებაში გადადიხართ, ხო? და აი ეს არის რომ თქვენ აქ გასწავლიან პრინციპში აი ეს ამ მომენტსაც შეიძლება იმაზე ფიქრსაც გასწავლიან, ანუ თქვათ უფრო აი არის რა ტრანსფორმაცია რაში არის, რაც თქვენ შეიძლება მაქამდე არც გიფიქრიათ, ეს ადამიანი თავისი საქციელი და თავისი ქცევით თქვენში ნერგავს მაგ სურვილებს, რომელიც შეიძლება აქამდე არც კი გქონდა თქვენ. აი ეს. მეორე კიდე, მეორე თუ მესამე თუ რაღაცა ზოგისთვის ეხლა რა გამოცდილებას კიდე თქვენ ზოგი სხვათა შორის იცვლის თავის თქვათ უფრო მეტი მოვლა, თქვათ აი დაუშვათ რაღაცა პროცედურებს არ ვაკეთებ, დავიწყე რაღაცა თქვათ ახლა ჩაცმულობა, თქვათ ახლა სხვანაირი მქონდეს შევიცვალე, აი ეგეთ რამისთვის, ხო? ზოგისთვის იქნება ის მომენტი, რომ აი დაუშვათ რაღაცის სწავლა
არც მიფიქრია ცხოვრებაში, მაგრამ აი დავიწყე მაგისის სწავლა. ან რაღაცას აი ვერც მოვიფიქრებდი 100 წელიწადით თუ მე მაგით დავკავდები და უცბად რატომღაც აი ამით დავკავდი. ზოგისთვის სხვათა შორის აი თქვათ ეხლა გიყვარს ადამიანი, გინდა მასთან ყოფნა, ვერ ხვდები რანაირად რატო ვარ ამასთან, იმიტომ რომ ეხლა ჩემზე სიტყვაზე არის მატერიალური მხრიდან იმით თქვათ სხვანაირი, მე დაუშვათ ვოცნებობ და იმან არის ეს ოცნებები და მაგრამ მე ხო მინდა ეხლა რომ მქონდეს რამე და ამიტომ უკვე მოვდის თქვენ რაღაცა იდეები. აი რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის რომ დაუშვათ უფრო მეტი მქონდეს ფული, რომ თქვათ მე რაც მე მჭირდება და რაც მე მინდა შევიძინო. და უკვე ამ ადამიანის იმედი არ აქვს, მხოლოდ თქვენი, მაგრამ ესაც ერთგვარი კარგია, რომ თქვენ შენახეთ ზოგ შეიძლება გაიღვიძოს თქვათ ნიჭი, ან ითქოს რომ მე რამდენი ხანი მინდა რომ თქვათ ეხლა, ან ხატავდა, მოდით ასე თქვათ, რაღაცებს ხატავდა და უცბად ვიღაცა თქვათ მოდის სტუმრად და ეს მაგალითს გეუბნებით რა, თქვენ სიტუაციაზე იმას გენით რა. და აი მე ეს ვისი ნახატია რა მაგარი ნახატი, და ჩემი ახლა რაღაცას მაიმუნობ ხოლმე და უცბად ეს ადამიანი იგივე რას გა მაიმუნობ კი არა ძალიან მაგარი მოდი გავაკეთოთ გამოფენა ხო და თქვენ გაგიკვირდებათ რაც მიფიქრია მაგას არასოდეს და ჩემთვის რაღაცა სხვა და გამოფენა გაკეთდა და იქიდან მე წავედა თქვათ ეხლა დაკვეტები მოვიდნენ თქვათ რაღაც ხო ხდებით ეს პატარა მაგალითს გეუბნები იმიტომ რომ აქ არის გაღვიძება გაიგეთ თქვენი რაღაცა ნიჭის იმიტომ რომ ეს ადამიანი თავისი ნეგატივით თავისი აი ასეთი გაიბუტება ან რაღაცა მეუღებლობით ეს არა სულ რაღაცა არა და აი ამით თქვენ ახლა უფრო ამით თავისი ასეთი ქცევებით ხო თქვენში უფრო მეტ რაღაცებს აღვიძებს მიხვდით? იმიტომ რომ ნახე, ახლა ყველაფერი რომ მოგიტანოს ადამიანმა და დაგილაგოს, ახლა რას უნდა ეოცნებო, ხო? ახლა ყველაფერი თუ მაქვს, ხო? მაგრამ აი ჩვენ ხო მოვედით იმისთვის რომ ჩვენი ნიჭი ხო გამოვაჟღავნოთ, ჩვენი ნიჭი გავაღვიძოთ, ჩემი ნიჭი გამოვიყენოთ სხვებისთვის სასარგებლოდ, ხო? მაგრამ სად არის ჩემი ნიჭი? ხო? ამიტომ ნუ რა თქმა უნდა ვინც ახლა მატრიცა გააკეთა კი იცის ახლა სად არის მისი ნიჭი. ვინც არ გააკეთა ეძებოს ახლა მთელი ცხოვრება. სანამდე არ მოძებნეს, მაგრამ ნუ აქ იმის საშუალება რომ დაუშვოთ ახლა ზოგს აქ თქვათ ახლა უნდა მოკლე გზა, ზოგს უნდა გრძელი გზა, ხო, დაუშვოთ. ამიტომ ახლა ყველას თავისი არჩევანი აქვს, ხო? თქვენ როგორც გაგეხარდებათ, მაგრამ აი ასეთი რაღაცებით შეიძლება აი ნუ რაც მოგვიყოს ამ სამაკარტმა. ნახოთ ახლა რა გრძნობას თქვენ ახლა გაქვთ სინამდვილეში მის მიმართ. აი ახლა პენტაკლები. რაც მეკითხარით თქვენ თავში, რომ შეიძლება ზოგს უბრალოდ, აი ეს არის როგორც იცით ჩიმოდანი, რუსულად არის ჩიმოდან без ручки რა, ანუ ჩიმოდანი არის სახელურის გარეშე, რომ დავაგდოთ მენანება და რომ ვათრიე უკვე აღარ შემიძლია რა. ამიტომ აქ არის უკვე ისეთი როგორი სინამდვილეში გრძნობა გაქვთ, რომ აი იყოს, იქნება და რაღაცა მისგან გამოვა. მიხვდით? აი ეს გრძნობა გაქვთ თქვენ ახლა სინამდვილეში, რომ ვერ ტოვებთ. შეიძლება ან ზოგი ფიქრობს, რომ ამდენი რაღაცები ჩავდე მაგაში და ეფშეთ ეს კაცების თემა, კაცებს უფრო აქვს ეგეთი მომენტები, რომ რატო ზოგი კიდე არ მიდის, თქვათ, აი ოჯახიდან გინდაც და ურთიერთობიდან არის, თქვათ, რაღაცა, იმიტომ რომ ვინც ბევრს დებს, თქვათ, ფინანსებს, დროს, რაღაცა, ეგენი კიდე ვერ მიდის, ეს ერთ-ერთი მიზეზი, კიდე რატო თქვათ არ მიდის კაცი, თქვათ, ოჯახიდან თუნდაც, ხო? მაგრამ აქ თქვენზე ლაპარაკი ახლა და არა კაცებზე. იმიტომ რომ ნამდვილად ახლა მეშვიდე ენერგია საერთოდ აქ არის როგორი თემა, როცა თან გრძნობაზე პენტაკლები ეს არის როცა შენ უკვე ფიქრობ, ეს არის უკვე შედეგი ყველაფრის, რაც კი იყო თქვენთან ურთიერთობაზე, ნაფიქრალი, ანალიზებ, აი უკვე არ ვიცი, აი რაღაც, ნუ ბევრი რამ და უკვე ცვლილება მიდის, შეიცვალა თქვენი მიდგომაც და თქვენ ახლა ზუსტად იმას უყურებთ, რომ ან ელოდებით, რომ იქნება და რამე შეიცვალოს, ან ის, რომ თქვათ, ნუ რა ვქნა ახლა ამდენი ხანი ვართ ერთად და იყოს, იმიტომ რომ ნუ აქ ახლა გრძნობაზე მე არ ვიცი.
გრძნობაზე პენტაკლი, ეს უკვე არ არის გრძნობა, ეს არის უკვე ეს არის როგორიც ახლა განიგდოთ მომივიდა თავში, ახლა იცით შეიძლება თქვენც ეგა რომ ორი ქალი რო ერთმანეთს რო შეხვდნენ და ერთი მეორეს ეკითხება შენ ახლა რატო არ აშორდები ამ შენ ქმარს ახლა უკვე ამდენი ხანი უკვე საბუთები გაქვს შეტანილი და რას წელავ და ой მოიცადა რა კიდე ერთი 10 კილო მაქვს დასაკლეები და მე მიხვდეთ? ანუ რო ანერვიულებს ეგ სიტუაცია ის იკლებს და აი აქაც ეგეთი რაღაცა რომ იყოს რაღაცისთვის რა იცი რაში გამომადგება. აი ძალიან ცუდია მაპატიეთ ახლა ეგეთი იყო იცი მე არ მეყვარს ეგეთ რაღაცა, მაგრამ ნუ ეგ ასეა. აქ უფრო ელოდები თქვენ რომ აქ უფრო ლოდინი არის რომ შეიძლება და რაღაცა მაგისგან გამოვიდა. აი შეიძლება და რაღაცა გაიხსნას, შეიძლება და დაველოდები. იმიტომ რომ ნუ აქ უკვე არის როგორ დაჟე შეიძლება ნუ უბრალოდ გჯერად შეიძლება ზოგს რომ ეხლა გაიმარჯვებს იქნება თან ეხლა ზოგს შეიძლება იმედი აქვს რომ ოჯახიდან წამოვა და ჩემთან მოვა და ჩემთან იქნება გაქვთ ეგეთი რამეები რომ რაღაცა შეიცვლება და იქნება უკვე აი ჩემსკენ წამოვა და მე გამაბედნიერებს შეიძლება ეგეთი რაღაცაც გქონდეს ზოგს. ვნახოთ ახლა აბა ანუ როგორი მამაკაცი შეისაბამისება თქვენს ენერგეტიკულად და ბედნი როგორიც თქვენ ხართ. მოდით ასე ვთქვათ რომ იმპერატრიცა და პენტაკლების დედოფალი ერთი და იგივე ენერგია პრინციპში რა. აი თქვენნაირი ნახეთ, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ახლა პენტაკლების დედოფალი არის საერთოდ მიწიერი, ხო? ეს ნიშანი უფრო პენტაკლები მატერიალური რა. ანუ უფრო აი ნახეთ, პენტაკლების დედოფალს ხო, მაგას უყვარს ყველაფერი, როგორი იცით, აი მატერიალურად, მაინც რომ აი კარგი ჩაცმა, კარგი ჭამა, კარგი თქვათ კომფორტი ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს, აი კომფორტის რო იყოს თან დაყვებოდეს უნდა. აი ესეთი ენერგია არის, ხო ხვდებით და ამიტომ ენერგეტიკულად თქვენ გჭირდებათ ადამიანი, მაგრამ უფრო რომელიც თქვენ აი ნახეთ ახლა სულიერ დონეზე კი ბატონო, როცა სულიერად მინდა კარგად ვიყო, მაგრამ აი აქ თქვენ იძახეთ რომ მე მინდა რომ კიდე ესეც მაკლი, აი ხო თქვი თავიდან აქ რომ რაღაცა მატერიალური მხარეც მინდა რომ იყოს. მოწესრიგებული, მიხვდეთ და ამიტომ გეუბნები რომ თქვენ უფრო ენერგეტიკულადად უფრო გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენ ანუ მატერიალურადაც თქვენზე იზრუნავს რა. ან ერთად რო თქვა, თქვენ რამე გააკეთოთ რა. პლუს კიდე ენერგეტიკულად არის ეს უფრო აი ხო გიგებთ რაღაცა ისეთი მიწიერი აი რო არ დაფრინავდეს თქვა რაღაცა ოცნებებში და უკვე აი ნორმალურად აქვს რა შემოგთავაზოს შენ რეალურად. ну кай იმპერატორი ხო თქვი თავიდან მე მეგონა რომ დავხედე იმპერატორი კი იმპერატორი გჭირდებათ გოგო ну ახლა როცა შენ იმპერატრიცა ხარ და თან ახლა როცა მე ავხწერე თავიდან რა არის აი მოდით ნახოთ რა გიშლეთ ხელს რომ ეგეთი ადამიანი გყავდეთ რა აი ეს თქვენი ძალა თქვენ ხარ ძალიან ძლიერი თქვენ მოერევით აქ იმპერატორს კი არა ნებისმიერს მოერევით თქვენი სიძლიერე იმიტომ რომ გჭირდებათ აი აქ იმპერატორი გინდათ იმპერატორი ანუ ნახეთ ახლა გეტყვით ეს რა არის კიდე როცა შენ ძლიერი ხარ ხო ეხლა ნახეთ თუ დაუშვოთ თქვენ თვითონ მიაღწიეთ რაღაცას უკვე შეიძლება გქონდეს რამე შიში იმისი რომ დაუშვათ მე ამ სიძლიერეს დავკარგავ ანუ დაუშვათ ეხლა ფულს ხარჯat თქვენ თვითონ როგორც თქვენ გინდათ თქვენ ცხოვრებას მართავთ როგორც თქვენ გინდათ მიდიხართ სადაც გინდათ მოდიხართ ну აი ყველაფერს მართავთ თქვენ თვითონ
და ეხლა უბრალოდ რომ შემოვიდეს, ანუ თქვენ ოცნებთ, თქვენ თვითონ რომ ხარ ძლიერი და უკვე იცით თქვათ ეს ფულიც ახლა უკვე გააქვთ რაღაც თქვენ ახლა ფიქრობთ რომ არ მინდა უკვე ესეთი ადამიანი იყოს ჩემს გვერდით, რომელიც ახლა მე თავისუფლებას წამართვა, ასე რომ თავისუფლება მოპოვებული გაქვთ თქვენ. მიხვდეთ უკვე აი ეს კომფორტულად გრძნობთ თავს. ეხლა რომ გვეუბნებიან რომ ასე ძლიერ ქალს უნდა ძლიერი კაცი, რომელიც შენნაირია. მაგრამ თქვენ გეშინიათ და ძაბავთ სიტუაციას თვითონ. აი მოდით ვკითხოთ ახლა, მე მაინტერესებს რატომ? ახლა თუ მითხრეს იმიტომ, ნუ ვკითხოთ, აი რატომ? რატომ ძაბავს? აქ კიდე როგორი მომენტი იცით არის? პრინციპში რატომ? რა უშლის ხელს, ხო? იცით როგორ არის? ანუ იმიტომ რომ თქვენ თვითონ დიდი ხანია ეთყობა არაძლევდეთ თქვენს და ნუ თქვენ აღწევდეთ ყველაფერს დიდი ხანია რა. დიდი ხანია თქვენ თავს ქმნით, დიდი ხანია თქვენს თავს და ამიტომ კიდე ახლა რატომ ძაბავს? რა უშლის ხელს, რატომ ძაბავს? ну რაც გითხარით, კი, იგივე, რაც გითხარით. ანუ თქვენ რომ მოიპოვეთ ეს თავისუფლება, იმდენად კარგად გრძნობთ თავს, თქვენ თავთან თვითონ, იმდენად უკვე გააქვთ გამოცდილება და თქვენი ცხოვრება უკვე მიყავთ და რაღაც ესეთი, იქ თქვენს გზაზე, რომ უკვე თქვენ თავთან ხართ კარგად, რა, მოდით ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა რომ შემოვიდეს, კი გჭირდება ძალიან ძლიერი ადამიანი გვერდით, აი ძალიან გჭირდებათ ეგეთი რომ აი მე თქვენნაირი ძლიერი, მაგრამ აი თავისუფლების დაკარგვის გეშინია, თქვენ დისგარმონია რა, არ გინდათ რომ გქონდეთ რა. იმიტომ რომ უკვე ისე აწყეთ შეიძლება თქვენი ცხოვრება, რომ აღარ გჭირდებათ რომ კიდე ვიღაცამ რაღაცა კარნახებდეს რა. ანუ არა, აქ შეიძლება გამოცდილება გაქვთ ვიღაცას უკვე თქვათ გათხოვილი იყავით, გამოხვედეთ თქვათ იმ კორწინებიდან და უკვე აი ისე ამოისუნთქეთ რომ აღარ მინდა რა ვიღაცა და რაღაცა და უბრალოდ რა არის ახლა ეს არის თემა ისეთი რომ აი რო გითხრათ რომ გათხოვებაზე ოცნებობთ აქ მე ვერ ვეტყვი მაგას რა იმიტომ რომ აი თქვენს თავთან თქვენ თვითონ ძალიან ბედნიერად და კარგად ხართ გაიგეთ და ამიტომ აი ეს გიშლით ხელს რომ თქვათ ახლა აქ რა არის იცით აქ ახლა შეიძლება როგორც ნებისმიერ ქალს უნდა რომ სიტყვაზე იმ ზრუნველი და ასეთი იყოს, მაგრამ даже მომენტ შეიძლება თქვენზე მეტი რომ გქონდეთ, თქვენ უკვე მაგით კარგავთ თავისუფლებას და აი ეს თავისუფლება თქვენთვის უფრო ძვირფასი არის, ვიდრე თქვათ ვიღაცა კიდე უფროსად დააყენოთ. მე მგონი მიხვდით რაც გითხარით და ну რა უნდა გააკეთოთ პრინციპში? ну პრინციპში იმისთვის რომ თქვენ ახლა ეს ურთიერთობა შემოვიდეს, როგორიც თქვათ ახლა თქვენ გინდათ, აქ ну უბრალოდ სხვანაირად უნდა შეხედოთ ყველაფერს, როგორ სხვანაირად. ანუ სხვანაირად. როგორ? ასენთე. აქ უბრალოდ რა არის, იცით თქვენი თავი ეს ინტერესოა როგორ თავიდან და რომ აი მაგიჟებს უფრო და უფრო გეუბნებით ყოველ დღე თავის პასუხებით. იცით რა არის, აქ უფრო მეტად შეიყვარეს შენი თავი, აი უანგაროდ, შენი თავი აერჩიე და ანუ აქ даже რას ვეტყოდი, იცით რომ არ უნდა გქონდეს იმისი, ანუ შენი ფასი იცოდეს, შენი თავი გიყვარდეს და შენი პლუს კიდე შენ უნდა გინდოდეს და აი კი ბატონო, ნახეთ, პრინციპში თქვენ გეძლებათ ყველანაირი შანსი. აი შეცვალეთ ცოტა თქვენი გეგმები. ანუ ნუ ეს როგორ არის, ადვილიანი დაჯიკე და ფიქრდე იმაზე, რომ დაუშვათ, რომ ანუ კი მე ყველაფერი მაქვს,
მე ვარ ბედნიერი ჩემ თავთან, კი ბატონო. მე ჩემს თავს ვირჩევ, მაგრამ მე მინდა რომ ყავდეს ესეთი ადამიანი ზუსტად, ანუ ჩვენი ფიქრები რა. სამყაროს თუნდაც რო სთხოვო, რომ ისეთი ადამიანი მინდა ჩემნაირი, რომ აი და ან დაწერეთ, ნუ ეს უკვე ტექნიკაზე გადავედი რა, არის ძალიან მაგარი ტექნიკები სხვათა შორის. და იმას კონსულტაციებზე ვაძლევ ხოლმე, ან ტრენინგებზე. ძალიან მაგარი, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ის ადამიანი, რომელთანაც თქვენ ნამდვილად, აი რასაც გვეუბნებიან აქ, რომ შენნაირი იქნება, აქაც ამას მაჩვენებენ, რომ რა უნდა რა, აი ხო ვკითხოთ, როგორ უნდა მიუახლოვდეთ, ხო, ამ ურთიერთობას. შენი მაღალი დონის თვითშეფასებით, ანუ მე ვარ ძალიან საინტერესოა. უნდა გინდოდეთ პლუს კიდე, გაიგეთ ეს ოჯახი. აქ ძალიან ბევრი დასაფიქრებელი, გაიგეთ, აი გაანალიზეთ, დაწერეთ, როგორი ადამიანი, აი დაწერეთ თვითონ უკვე არის ეს ადამიანი. ნახეთ, თქვენ რო ხართ თვითონ აი ეგეთი გამცემი, ასეთი მაგარი ხალი, ხო? რა თქმა უნდა, გინდათ რომ იყოთ და აი დაწერეთ თქვენ როგორი ხართ. აი თქვენ თვითონ როგორი ხართ, დაწერეთ, თქვენი თვალსაზრისით თუნდაც, კარგი თვისებები და მე კონცენტრირება გააკეთეთ, რომ მე მინდა აი ეგეთი ადამიანი, როგორც თქვენ, აი თქვენი კარგი თვისებები, რაც თქვენში არის, რაც თქვენ ფიქრობთ, რომ აი თქვენში დევს ესე. და ნახეთ, აბა ეს ტექნიკა აბა სცადეთ. ხოლოდ ახლა უნდა გჯეროდეთ, ნახეთ, ანუ ეს ის რა ქვია. აქ გამოსვლა იქნება თქვენი, ახლა აქ როგორ არის იცით, აი ხართ მიჯაჭვული ვიღაცა ესეთ ადამიანთან, ვისთანაც თქვენ არა ხართ, აი ერთად ცხოვრობ სიტყვაზე, ან თვლით რომ პარტნიორი მყავს, მაგრამ ხართ მარტო. მივხვდით? და აი ეს ყველაფერი თქვენ მოგიტანს იმ მომენტს, რომ თქვენი რაზეც თქვენ ფიქრობთ, ხო? რაც თქვენ ეხლა არ მოგწონს და რასაც თქვენ გაჩერებს იმ ადამიანთან, მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი მარტოობა დასრულდეს. კი. და თქვენი ეს ნერვიულობა всё წავა. უბრალოდ გამოაცხადეთ ეს მანიფესტაცია, გააკეთეთ რა გინდათ თქვენ. რა გინდათ თქვენ, როგორი პიროვნება გინდათ რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, აი ეს აღწერეთ. რომ ნუ ტანჯავთ თავ, ახლა ნუ განთავისუფლდეთ, აი უნდა განთავისუფლდეთ ყველანაირი ტკივილიდან, უნდა მიიღოთ ყველაფერი პოზიტიურად რა, უკვე არ უნდა იყოთ მიჯაჭვული მაგ სიტუაციას და აი სიტუაციის ყველაფერი შეიცვლება, კი. ანუ აღწერეთ რა, აი აქ ყველა ვარიანტი და ის შემოვა. აღწერეთ ადამიანი, რომელიც თქვენ გინდათ, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, რომელიც აი როგორც გითხარით რა, რა თვისებების ქალი ხართ თქვენ და ასეთი თვისებების ქალს რა კაცი შეეფერება, ხო? და აი ნახავთ, ეს ძალიან კარგი ტექნიკა არის და აი ნახავთ თქვენ მე მაგით უფრო ზუსტად თქვენი სათანადო შემოვა მე თქვენ ცხოვრებაში.